150 წლის წინ 1875 წელს 26 იანვარს ზუსტად დაარსდა აი ამ ადგილას, სადაც ჩვენ ვთავართ, პირველი შენობა უკვე არსებობდა, რომელიც 1874 წელს აშენდა და 75 წელს დღეს გაიხსნა სასწავლებელი და აქ თაობები აღიზარდა. გარედაულის ეკლესიარი სახალხო სამინისტრო სკოლა უძველესია არა მხოლოდ შორაპის მაზრაში, არამედ მთელ საქართველოში, რომელიც ერთგული და ბეჯითი მასწავლებელთა წყალობით, რა კი გაიხსნა და მეცადინეობა დაიწყო, არ დახურულა. 84 მოსწავლე მეუღლეში. აქედან საიმად გაინ 14 წლისა ყოფილა. მსურველი მეტი ყოფილა, მაგრამ ადგილების არქონის გამო უარი უთხრეს მიღებაზე. სკოლაში სწავლობდნენ როგორც აზნაურების, ისე გლეხის შვილები. ამ სკოლას იმ დიდი ისტორიით, რომელზედაც ახლა აქ საუბარი იყო, აქვს ქართლაც და მხარის საფუძველი, რაზედაც მეუფე ბრძანებდა და ცხადია, აქვს პერსპექტივა უდიდესი მომავლის, რომელსაც აი ამ ახალგაზრდების სახით ხედავთ ჩვენ. როდესაც ევანგელიას მოთან რავარს დაგაცნოთ და ვიდა მეუფე მელქისედეკს თხოვე ახლა რომ ჩვენს მოსწავლეებს გადასცეს ოქროს მედლებით. დავით გომსაძე კრისტინე ლაცამიძე მართლა ისტორიული დღე არის. ჩვენ გაგვიხდა 150 წელი ამ გიმნაზიის. ამ დღეს დაარსდა აგრეთვე სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს არის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის შემწეობა. ყველაფერი წარმატება აი ასეთ დიდ მოღვაწეებთან არის დაკავშირებული. და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი წინაპრები გვყავდა. ასეთები ვარ დღეს და მე ვიმედოვნებ რომ და მწამს და მჯერა რომ საუკეთესო მომავალი ექნება როგორც ჩვენს გიმნაზიას, ასევე ჩვენს მუნიციპალიტეტს, ჩვენს ეპარქიას, ჩვენს სამშობლოს.